Როგორ მიმდინარეობს ნატოს ნდობის ფონდის პროექტი საქართველოს 4 ანგარიში პროექტის შემსრულებელმა სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა დელტამ და საინჟინრო ბრიგადის ასეულმა წარადგინეს. განაღვიძი სამუშაოები ადგილზე საინჟინრო ბრიგადამ ჩაატარა. პროცესს ესწრებოდნენ ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები, საქართველოში ნატოს სამეკავშირე ოფისის ხელმძღვანელი, ჩეხეთისა და ლიტვის ელჩები. პროექტის მიზანი 2008 წლის ომის დროს დარჩენილი შეერაღების საცავი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდა. კრიზის განაღვიძი სამუშაოები ერთ-ერთი გრძელვადიანია და ყველაზე რთული პროცესია, რაც საინჟინრო ბრიგადის ეოთის ასეულს დღემდე ამოცანა შეუსრულებია. სამუშაოები გაგრძელდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე იქნება უშუალოდ გვირაბამდე მისვლა, გასუფთავება ამ ტერიტორიის და შემდეგ მეორე ეტაპზე უკვე ჩატარდება ისევ ტექნიკური კვლევა. გავარკვევთ რა პროცესები მიმდინარეობს გვირაბში და ამის შემდეგ თუ რა მეთოდით უნდა ვიმუშაოთ გვირაბის წმენდაზე.